19% დარწმუნებული ვარო ხელისუფლება არა თუ დადებითად არ გადაწყვეტს ამ საკითხს, არამედ არც დაინტერესდებოდა და დააიგნორებს. მაგრამ ასეთი ტიპის ინიციატივებს აქვს დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ დღეს სინამდვილეში ჩვენ მე მგონია იქ იყო წარსულ წლებშიც ოპოზიციის დიდი შეცდომა, რომ არის ამ ქვეყანაში დიდი რაოდენობა ელექტორატის, არ ზუსტად ახლა რამდენი პროცენტია, მაგრამ რამოდენიმე ათეული პროცენტი მერყევი ამორჩეველი, აი რომელიც რო ეკითხები რომ მაგალითად არის თუ არა კორუმპირებული ეს ხელისუფლება, ნუ ამბობს რომ აი სად არის ახლა ვინ არის იყო და სადაო საკითხი არის. ამიტომაც ეს საკითხი არის ერთგვარი ტესტი. უკვე სადავოა იმ დროს, როდესაც თავად უწევთ ამის აღიარება იმ დონეზე რა დონეზე. ვფიქრობ რომ ღარიბაშვილი, ლილუაშვილის სკანდალი იყო, როდესაც თვითონ ისროლის ფეხებში და არ ვიცი რამდენად დათვალა კობახიძემ და ქართულმა ოცნებამ რომ ისროლა იყო. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე მაგალითად ვიცნობ არაქოც აქტივს, რომელსაც ახლა რაც გინდა სულ რო ანახო რომ ბიზნა ივანიშვილი ბავშვებს ჭამს, ის აზრს არ შეიცვლის. მაგრამ არის ამ ქვეყანაში ამას თვალი უნდა გაუსწოროთ, რამოდენიმე ასეული ათასი ადამიანი, რომელიც ხარს უჭერს ამ ხელისუფლებას იმის გამო, რომ წინა იყო უარესი. და მას სჭირდება თუ გინდა რომ ეს ადამიანები გამოაცალო ხელისუფლებას, მუდმივად სჭირდება არგუმენტები, რატომ არის ეს ხელისუფლება უარესი ან ყოველ შემთხვევაში ისეთივე უარგისი. არა, მათთვის არის გამოაცალო არგუმენტები. იმიტომ რომ რამოდენიმე ესეთი დებატები ამ ხელისუფლებამ მოიგო ეხლაც, არა თუ 2012 წლამდე შემიძლია ჩამოთვალო რაღაც საკითხები, როცა დაეხმარა ნაციონალური მოძრაობა და ზოგიერთი სხვა ოპოზიცია, რომ ეთქვა, რომ ნუ კი ქართული ოცნება შეიძლება არ მოგწონდეთ, მაგრამ მე თუ არ ვიქნები, იქნება ომი. ამიტომაც სინამდვილეში ეს არ არის ცხადი ყველასთვის, საკმარისი რაოდენობისთვის სამორჩევლისთვის და ჩვენი დღევანდელი ინიციატივა რას გულისხმობს, რომ ასეთი ადამიანებისთვის, რომელიც ამბობს, რომ აი სად არის კორუფცია, კი ახლა ვიღაცამ აიღო ქრთავი, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ თუ არ არის კორუფცია, არაფერი იმაზე უფრო ლოგიკური არ არის, ვიდრე ის, რომ არა, ხელისუფლება ამბობს, რომ კორუფცია იყო, ფული კეთდებოდა, გუშინ ყაველაშვილმაც აღიარა ეთერში, რომ კი, აი ჩვენ ვამბობთ და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანი ნიუანსი არის ამ გამოძიებით, არა მხოლოდ აი ამ ორი მაღალჩინოსანის, თქვენ ხედავთ ახლა ყოველდღიურად სულ არის რაღაც საუბრები იქ კონკრეტულ უწყებებში, ცოტა ქვედა დონეზე დაკავებული ადამიანების. ხელისუფლებას ჩემი აზრით დღეს კობახიძეს აქვს იმაზე ხაზგასმის ვსწავლობა, რომ ხელისუფლება ხელისუფლებაშივე შეიცვალა. ანუ შიგნით გამოიცვალა. არის მნიშვნელოვანი ნიუანსი, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმე და ეს, ნუ ყველა რა ერთი არის, ღარიბაშვილის საქმეში არის ყველაფერი გაერთიანებული, ეხება ყოფილ ჩინოვნიკს. ღარიბაშვილი გახდა კორუფციის წინააღმდეგ, ასე ვთქვათ, გამოძიების ობიექტი მას შემდეგ, რაც მან დატოვა არა მარტო პრემიერ-მინისტრის პოსტი, არამედ დატოვა პოლიტიკა მთლიანად და თქვა, რომ გაემიჯდა ქართულ ოცნებას. მანამდე ის იყო ხელშეუხებელი, მერე ხო არ ჩაუდენია ეს კორუფციული ფაქტები. ზოგი 5 წლის წინ აქვს ჩადენილი, ზოგი 10 წლის წინ. და შეუძლებელია, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ ქონოდა არც შესაძლოა არც პროკურატურას. ის იყო ხელშეუხებელი. ამიტომ ჩვენ თუ გვინდა რომ რა თქმა უნდა ხელისუფლებას ეს არ უნდა, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ აი ხელისუფლება თუნდაც ვირტუალურ დებატებში გამოვიწვიოთ, ან ხელისუფლების მომხრეები მაინც, ვინც არ არიან, ასე ვთქვათ, ქოც აქტივი და წინასწარ თუ მართლაც გვინდა, სინამდვილეში ხო ვიცით რომ 7 მილიონი ზღვაში წვეთია. კორუფციის მასშტაბი საქართველოში არის რამოდენიმე მილიარდი ლარი ყოველწლიურად რო დავთვალოთ საშუალოდ სატენდერო ბიუჯეტებიდან 20%. თუ ჩვენ გვინდა რომ რეალური იყოს კორუფციასთან ბრძოლა, ეს მთელ სოფლიოში აპრობირებული მეთოდი არის. მოდი ანტიკორუფციული ბიურო იყოს ოპოზიციის კონტროლ ქვეშ. არანაირი აზრი არ აქვს დიანა ანტიკორუფციული ბიურო იყოს ხელისუფლების დაქვემდებარებაში, იმიტომ რომ ხელისუფლება თუ ებრძვის კორუფციას, ამისთვის მას ისედაც აქვს პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და უშიშროება. ანტიკორუფციული ბიურო ყველა ქვეყანაში იქნება როგორც დამოუკიდებელი ორგანო, რისი არსიც არის ის, რომ თვითონ ხელისუფლების დანაშაულობები გამოიძიოს. და ეხლა, როდესაც პრემიერ-მინისტრი ნიშნავს ანტიკორუფციული ბიუროს უფროს, ის რა თქმა უნდა არ გამოიძიებს და არც იძიებდა ირაკლი ღარიბაშვილის დანაშაულობებს, ვიდრე ის იყო პრემიერ-მინისტრი. დაიწყო ამ საქმეების გამოძიება, მას შემდეგ რაც ის აღარ არის პრემიერ-მინისტრი და ჩვენ ხო ეხლა ძალიან კარგად გვესმის, რომ 10 წლის წინ მოპარული მილიარდები ხელისუფლებისთვისაც იქნება კარგი ამას ამბობთ. მაგალითად, კობახიძე ამბობს, რომ მომიტანეთ ფაქტები, იქნებოდა კარგი, რომ იყოს ნორმალური ხელისუფლება. ამიტომაც მე ვამბობ, რომ 99% და უფრო მეტიც. მე რა თქმა უნდა ვიცი, რომ ოპოზიციის წარმომადგენელს ამ ბიუროს ხელმძღვანელად არ დანიშნავენ, მაგრამ მე მინდა იმ ხალხს მიმართო, აი ეგრეთ წოდებულ წესიერ ქოცებს თუ რა ვიცი, არაბოროტ და არაკორუმპირებულ ქოცებს, რომლებიც ხარს უჭერენ ამ ხელისუფლებას მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ნაცების ეშინიათ. აი, ეხლა თქვენი ეთერის საშუალებით მიმართავ. ხო ამბობთ, რომ ეს ხელისუფლება თვითონ ებრძვის კორუფციას და აი რო გაიგეს ღარიბაშვილის დანაშაულობები, 7 მილიონი დაუჭერეს. აი მე გთავაზობთ, რომ დაინიშნოს ოპოზიციის წარმომადგენელი ანტიკორუფციული ბიუროს უფროსად, თუ ხელისუფლებამ მოხდა სასწაული და ეს წინადადება დაამტკიცა, მეც წარვადგენ ჩემ კანდიდატურას, გაძლევთ გარანტიას, რომ მინიმუმ 1 მილიარდი ლარი შეემატება ყოველწლიურად ბიუჯეტს. 1 მილიარდი ლარი ნიშნავს, რომ თუ მაგალითად სიტყვაზე ვიძახი, უბრალოდ თვალსაჩინო რო იყოს,
საპენსიო ფონდში გაუშვებთ ამ თანხას, ყველა პენსია, ყველა პენსიონერს ყოველთვიურად დაემატება 150 ლარი. ეს არის შესაძლებელი, იმიტომ რომ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ყველა ტენდერიდან, ყველა მნიშვნელოვანი ლიცენზიიდან და მშენებლობის ნებართვიდან, ყველა პრივატიზაციიდან 20-30% მინიმუმ ყველა მსხვილი ტენდერიდან ეს ფული მიემართება შავ სალაროში. ეხლა შავ სალაროს ხო არ გამოიძიებს ანტიკორუფციული ბიურო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი უნიშნავს უფროს. ამიტომაც თუ არაფერი არ აქვს დასამალი, რა პრობლემა არის, იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი. პირიქით, პატიოსანი ხელისუფლების პირობებში ეს არის ძალიან რომელი ოპოზიციის ბოდიშით ჟარგონზე ვიტყვიდიან და შეგიძლია ოპოზიცია გააბანძო ამითი. ხო? თუ დაუშვათ ჩვენ წესიერი ხარ და ამ დროს დაიწყებს ოპოზიცია ძიებას და გავიდა 1 თვე, 2 თვე, 5 თვე, 6 თვე და ვერაფერი კონკრეტული მასალა შენ სასამართლოში ვერ გაგზავნე. პირიქით ეს იქნება საუკეთესო აღიარება ხელისუფლებისა თორე. კი ბატონო, რომელი ოპოზიციის არის საინტერესო ამ იმ ფონზე, რასაც ახლა ქართული ოცნება თავის საკონსტიტუციო სარჩელით გეგმავს. ანუ ვინ არის ოპოზიციურ ველზე, ვინ რჩება, ვის აღიარებს, ვისთან თანაცხოვრებისთვის არის კი ბატონო, ეს თავისთავად ეხა ისეთი საკითხი არის, ასევე მნიშვნელოვანი, უბრალოდ მე დარწმუნებული ვარ, როგორც გითხარი 99% რომ აქამდე არ მივალთ ეხა. აქამდე თუ მივედით, რომ ხელისუფლება დათანხმდა და მერე დაიწყო ხო, მაგრამ ამ თემაზეც გადავიდეთ, ვთქვათ, პოლიტიკის მომავალზე ქვეყანაში. აქ თემაზე გადავიდეთ. ანუ რაც შეეხება აკრძალვას, პარტიების აკრძალვას, ჩემი დამოკიდებულება ვის და შენ ძალიან კარგად გახსოვს ნაციონალური მოძრაობის მიმართ და არ შეცვლილა ეს დამოკიდებულება. მე მივიჩნევ, რომ ეს იყო დანაშაულებრივი კრიმინალური რეჟიმი, რომლის წარმომადგენლებიც უნდა გასამართლებულიყვნენ, ნაწილი გასამართლა, ნაწილმა თავი დააღწია პასუხისმგებლობას. თუმცა არის სოფლიო პრაქტიკა, ეხა იურისტიც ვარ ამავდროულად, პარტიების აკრძალვა არის უკიდურესად იშვიათი პრეცედენტი. მაგალითად აკრძალა თურქეთმა ქურთისტანის მუშათა პარტია, რომელიც ტერორისტული ორგანიზაციად არის, იმიტომ კი არა უბრალოდ რომ რაღაცა ცუდი პარტია არის და არასწორი იდეოლოგია აქვს, ტერორისტული ორგანიზაცია არის და აკრძალული არის გერმანიაშიც, ოღონდ არა ყველა ფაშისტური იდეოლოგიის მქონე პარტია, არამედ აიგზალა თავის დროზე ნაციონალ-სოციალისტური პარტია, თორე იდეოლოგია აქვს ზოგ პარტიას, ეხლა რომელიც შეიძლება მოფაშისტოც იყოს, მაგრამ არ იგრძელება იმ მარტივი ლოგიკით, რომ თუ ყავს ამ პარტიას თავისი მხარდამჭერები, ნუ პოლიტიკურად უნდა მოუგო მას და არა იურიდიულად. ნაციონალური მოძრაობის გასამართლება თუ გინდა დათათაშქაში ვარი, ხო იცი? სრულად უნდა და მამაძაღლს ზარნავასო სანამ ის იყო, მანამდე აიღო თოფიო. ნაციონალური მოძრაობის გასამართლება თუ უნდა ამ მამაძაღლს ზარნავას და ქოცებს. დააპატიმრონ კონკრეტული დამნაშავეები, წამოჭიმული რო ყავთ ზოგი სასამართლოში, ზოგი პროკურატურაში. დღეს იყო მაგალითად შემთხვევა, რასაც იყო წინ გუბერნატორად დანიშნული. ამიტომაც რა თქმა უნდა, ეს არის ამ ტიპის ფაქტებზე, მაშინ ამ ბრძოლის პარალელურად. რო დავასრულო ის თემა, უბრალოდ ვიტყვი, რომ ყოველ შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებაში თუ მაინც შეიძლება იყოს ასე ვთქვათ ისეთი პოზიცია, რომ ასეთ შეიძლება და ისეთ შეიძლება, მაგრამ გამართული არ არის ეს პოზიცია, ხა ლელოსთან დაკავშირებით ვიტყვი. ჩემი დამოკიდებულება ლელოს მიმართაც არის უკიდურესად უარყოფითი, თუმცა ლელოს აკრძალვა ეს ცალსახად ნიშნავს დიქტატურას. მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში არ აკრძალავენ და ყოყახიძის ტრიუკია, მაგრამ ხო გამოაცხადეს პოლიტიკური პარტიის აკრძალვა მისი პოლიტიკური პოზიციის გამო, ეს უკვე არ არის ავტორიტარიზმი, ეს არის ცალსახად დიქტატურა. აი რო კითხულობენ, რომ ჩვენ ვართ თუ არა დიქტატურა, რუსეთში არ არის. ნავალნის პარტია ქონდა დარეგისტრირებული, იცი შენ. რა ვიცი, აზერბაიჯანში იღებენ პარტიები არ უყალბებენ, არ უყალბებენ, ეგ ცალკე თემაა. პარტიების აკრძალვა ეს ხდება მხოლოდ ღია დიქტატურებში და თუ აიგრძალა საქართველოში პოლიტიკური პარტია, პაპუაშვილი გამოვიდა და მან დაასახელა ლელოს პოლიტიკური განაცხადი, როგორც მიზეზი, რომ პარლამენტში არ შევიდა, არა ის, რომ ვიღაცას რაღაცა ძალადობრივი აქტი ჩაიდინა, რა ვიცი, რაღაცა. მე თითქოს მიაყოლა, რომ ჩვენი გამოძიების, ასე ვთქვათ, ჩვენი საგამოძიებო კომისია რა, საგამოძიებო კომისია რა დადგინდა იქ? ეს არის ცალსახად მიუღებელი, ამიტომაც ჩემთვის ეს პოლიტიკური პარტიები მიუღებელი, მაგრამ ჩემთვის ეგრე ოცნებაც მიუღებელია და ზოგადად პოლიტიკური ძალები ერთმანეთზე მზე არასდროს არ ამოსდით. აკრძალვა ეს იქნება ცალსახად დიქტატურისკენ გადადგმული ნაბიჯი და თუ ეს მოხდა, მე ვფიქრობ, რომ არ მოხდება, მაგრამ თუ ეს მოხდა, ფიქრობ, რომ ლელოს შემთხვევაში არ მოხდება. ლელოს შემთხვევაში ფიქრობ, რომ არ მოხდება, კი. ის ორი პარტია? იმ ორი პარტიის შემთხვევაში ალბათ მოხდება, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გვესმოდეს დიანა, რომ ამას ყველაფერს აქვს არა სამართლებრივი მიზეზი, არამედ ვიცნობთ ახლა დაახლოებით ჩვენ ვინზიანი ქართული ოცნების PR მანქანასთან ზოგიერთ პირადადაც ვიცნობდით და ის ხალხი თulis რომ ეს ნაციონალური მოძრაობის აკრძალვა არის ის რაღაცა ბარტყი, რომელიც უნდა გადაუგდონ თავიანთ ქოც ელექტორატს და აჭამა. ამიტომაც მას უკვე შეპირდნენ ახლა ეს ბარტყი
ეს ნაციონალურ მოძრაობას და მაგრამ მე კიდევ არჩევნები ხომ მოვა და მაშინ ახალ ბარტყებს გამოჩეკავენ შესაჭმელად. ეს პროცესი არის ყოველ შემთხვევაში ის ძალიან დიდხანს ამ ბარტყით ყვებეს. ეს არ აგრძელოს ახლა ნაციონალური მოძრაობა, ეს იქნება რა თქმა უნდა მათთვის დიდი პიარ ჩავარდნა. ამ კონტექსტში უყურებენ ისინი ამას, თორე ახლა საკონსტიტუციო სასამართლო გასაგებია. ლელო რა ტიპის ტრიკია ამ ჩამონათვალში, რომ აი თითქოს საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელო და იქ მეტი დასაბუთება იყო აქ. არის და გარდა ამისა არის მნიშვნელოვანი ტრიუკი, ისედაც არის ლელოში მე მგონი ეგ პროცესი, ეს არის დემოტივაცია. ჩვენი ოპოზიციის ერთ-ერთი დიდი პრობლემა არის დემოტივაცია, საკუთარ ძალებში დაურწმუნებლობა და არამყარი და არათანმიმდევრული სტრატეგია და აი საერთოდ აკრძალავთ ეხლა ეს რა ვიცი 6 თვე თუ 9 თვე რამდენი ხანით გაგრძელდება, შეიძლება უფრო ნაკლები საქმის წარმოება, შეიძლება მან სპეციალური საპროცესო ვადებიც იყოს. ეს იქნება ასე თქვა ჩამოკიდებული დამოკლეს მახვილი. კახა, მთავარი შტაბ-ბეჭდილება, აი სწორედ გურიის გუბერნატორის დანიშვნის მაგალითზე მათ შორის არა თუნდაც წულუკიანის კომისია რეალურად აკრძალვის მთავარი საფუძველი გამოიყურება ასე რომ თქვენ არ გვახიარეთ, თქვენ არალეგიტიმურად მიგვიჩნიეთ და ამის საპირწონედ არის ეს გადაწყვეტილება მიღებული. ეს არის პოლიტიკური იდიოტიზმი, ამაზე ვამბობ მე დიანა და აი ამაზე რა ვიცი მოვიდეს ნებისმიერი ქართული ოცნების წარმომადგენელი. დიქტატურებიც კი, ან თუ გინდა დემოკრატიული ქვეყნებიც, სადაც აკრძალვა ხდება, მსგავსი სისულელო აკრძალული იყოს პარტია მისი პოლიტიკური პოზიციის გამო ვერ ნახავთ სოფლიოში პრეცედენტს. აკრძალული არის მოგიყვანეთ ხო მაგალითად აი თურქეთმა აკრძალა ესეც დიდი კრიტიკის საგანი გახდა თავის დროზე საერთაშორისო საზოგადოებაში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აკრძალა, იმიტომ რომ ქურთისტანის მუშათა პარტიას უჭირავს ხელში კალაშნიკოვი და მებრძვის კალაშნიკოვით და ამიტომ კი ბატონო, მინდა კიდევ ერთ თემას დაუბრუნდა, ეს არის ღარიბაშვილის და სავარაუდოდ ლილუაშვილის ბედიც, რომელზეც ჩვენ ჯერ არაფერი არ გვესწრებს. ხაშორს ერთსაც დავამატებ, დიანა რომ წინა თვითონ ვისაც გრძალავენ იმ დანაშაულებრივ რეჟიმს, სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმს, რა და პოლიტიკური პარტიები არ აუგრძალავს. უამრავი დანაშაული აქვს ჩათვლილი, ორი ხელისთითები არ გეყოფა, მაგრამ პოლიტიკური პარტიები არ აუგრძალოს და ქართული ოცნება ამ თვალსაზრისით ხდება უფრო არადემოკრატიული და დიქტატურასთან უფრო ახლომდგომი ან დასრულებული დიქტატურა ვიდრე წინა რეჟიმი. ანუ ამ ხრივ მისი დასაყრდენი, რომელზეც თქვენ საუბრობთ, რომ 100,000-ობით ანუ ყავს რა გამორჩეველი, რომელიც წინასთან შესაძარებლად იყენებს, ამ ხრივ ეს არის მთავარი არგუმენტი უკან. ამ ხალხისთვის არის ეს რამდენად იქნება არგუმენტი. ბევრი არგუმენტია. ეგ ცალკე თემა არის კიდე, ნუ გონია ჩვენ რომ ამორჩევლის უმრავლესობა ეხა საქართველოში ვითარებას აფასებდეს და ხელისუფლებას დემოკრატიის ხარისხის მიხედვით. ესეც ილუზია არის. ეს არის მიხედვით აფასებენ. პირველ რიგში რა თქმა უნდა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, სტაბილურობა, უსაფრთხოება, აი ეს არის ყოველთვის რითიც აფასებს ამორჩეველთა უმრავლესობა. ამ ხრივ ისინი უსაფრთხოდ გრძნობენ თავს, ანუ სოციალურად. ალტერნატივაა, უნდა დაინახონ რომ თუ პრემიერი არის კობახიძე, დაუშვათ დღეს და ივანიშვილი არის არაფორმალური მმართველი, უნდა დაინახონ ალტერნატივა, რომლის პირობებშიც არსებითად იქნება უკეთესი ვითარება. ეს ალტერნატივა არ არის გამოკვეთილი, ან რაც გამოიკვეთა, ასე ვთქვათ, რამდენჯერმე იყო უარესი. იყო ერთი გამონაკლისი ჩვენ, რა ვიცი, საუბრობდი ხოლმე მე ამაზე ხშირად, როდესაც შეეცადა ოპოზიციის ფლანგი, რომ შეექმნა ეს, ასე ვთქვათ, თანაზომადი ალტერნატივა 2018-დან 20 წლამდე პერიოდში, აი ვაშაძემ დაიწყო და მელიამ გააგრძელა. როდესაც ოპოზიციამ მიაღწია ყველაზე მეტ ელექტორალურ წარმატებას, ოღონდ რის ხარჯზე უნდა გვახსოვს? მათ მოახდინეს ღია აგრესიული დისტანცირება სააკაშვილის პერსონასთან და ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებასთან. ამან თითქმის გააორმაგა მაშინ ოპოზიციის ელექტორატი და ეს იყო ნაციონალური მოძრაობის ლიდერი იყო მელია მაშინ. იყო, მაგრამ გვახსოვს ახლა შეუძლებელი არ იცოდე რაც მე ვიცი რომ მერაბიშვილი ოფისიდან გააგდეს და ახლა აი ეს გვარი საერთოდ არის მოდა ნაციონურ მოძრაობაში და სააკაშვილსაც მოიხსენიებდნენ როგორც პოლიტიკურ პენსიონერს, ხო? ხო გვახსოვს ეს პროცესები და 7 ნოემბრისთვის ბოდიშებს იხდიდნენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს რამდენად გულწრფელი იყო ახლა ამ მსჯელობაში არ შევდივარ, მე ვამბობ იმას რომ ამან პირდაპირ გამოიწვია ელექტორალური ზრდა. რატომ? იმიტომ რომ ადამიანი, რომელსაც არ მოწონს ქართული ოცნება, მისთვის მისაღები არის ნებისმიერი პოლიტიკური ალტერნატივა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არის რევანშის საშიშროება. კი ბატონო, მადლობა. ლილუაშვილ ღარიბაშვილზე მინდოდა ბოლოს, ანუ ამ ხრივ რა გაგრძელებას ელოდებით პროცესის? სამწუხაროდ დიდი იმედები არ მქონდა, მაგრამ გამიცრუა იმედი ღარიბაშვილმა. მე ვთქვი რომ ის უნდა მოქცეულიყო როგორც ოქრუაშვილი, ჩართულიყო პოლიტიკურ ბრძოლაში, ნაწილობრივ მაინც გამოიწყდა თავის დანაშაულს, მაგრამ ნუ წავიდა იმ ტიპის გარიგებაზე, რომელიც მისთვის ფინანსურადაც წამგებიანი იქნება, პოლიტიკურად სიკვდილია და მორალურადაც მისთვის და მისთვის ახლობლებისთვის არაფერი ღირსეული ამაში არ არის. დიდი მადლობა. მადლობა კახა კუკავას რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში.